მოგესალმებით მეგობრებო, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს ჩემი რესპონდენტის საყვარელი ძაღლია, რომელსაც ქვია კობა. კობა, ხო. დღეს მე ვიმყოფები არაჩვეულებრივ მხატვართან, თედორ ეხვიაშვილთან. და ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. აი ესეთი ჰუმანური გარემოა მის ირგვლივ სულ. და ახლახანს ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და იმ პროექტს ვისაუბრებთ, რომლის საშუალებითაც დავმეგობრდით. დაგვეუდეთ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მე ვარ თედორ ეხვიაშვილი, ქართველი არტისტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული. მულტიმედიური გამოფენა მეხსიერება, ძალაუფლება, ცდუნებები ბოლო 2 წელიწადში შესრულებულ ნამუშევრებს მოიცავს და წარმოადგენს ერთგვარად საქართველოს უახლესი ისტორიის, ქართული ცნობიერებისა და ტრადიციათა გადახედვას. მკაფიო აქცენტებით საქართველოში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე. ექსპოზიციის დიდი ნაწილი მოიცავს საბჭოთა პერიოდს და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი მოვლენების ერთგვარ რეტროსპექტივას, პროტესტს და ილუსტრაციას ყველაფრის ფონზე განვითარებული ნეგატიური კვანძების მიმართ სისტემისა და რეჟიმის. პრაქტიკულად კამერის წინ უნდა მოგესალმოთ, და როგორ ხარ უნდა გამცე ამ კითხვას პასუხი. გევერთხე. კარგად. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს მეორედ ხარ პროექციაში სტუმრად. პირველი გადაცემა იყო რეპეტიცია ვაღიარებთ. აიცი რა არის, ეხლა რომ მოვდიოდი ჯგუფთან ერთად ტაბახმელაში, შენს არაჩვეულებრივ გარემოში და ამ ძალიან საინტერესო სახელოსნოში, ვფიქრობდი, რომ რეალურად მე ვფიქრობ, რომ შეგიძლია ნიუ-იორკში სწავლობდი, წარმატებულ სტუდენტთა სიაში ვიყავი. და სრული თავისუფლება გაქვს და სრული უფლება გაქვს, რომ რაღაც გაცილებით უფრო შვიდი ცხოვრება მოუწყო საკუთარ თავს, მაგრამ რას ფიქრობ, ხელოვნება პირველ რიგში არის, ასე ვთქვათ, კრიტიკა არის, პროტესტი არის, აზროვნება თუ რატო ხდება ეს ყველაფერი შენ ცხოვრებაში, მინდა ამაზე მიპასუხო ძალიან გულწრფელად. რაც იმ 7 ტემპიდან გაგდებს, ხო? მაგათ შემაზგით. დიახ, კომფორტ, შეგიძლია რომ შეიქმნა კომფორტი, მაგრამ შენ ამ კომფორტის ზონიდან სულ გამოდიხარ და სულ ანგრევ ამ კომფორტის ზონაზე. ალბათ გარკვეულწილად რაღაც ეტაპზე ცხოვრებას რო იწესრიგებ, მატერიალური თვალსაზრისით თუ სხვა რამე. ეს ყველას ცხოვრების ნაწილია, ყველას ცხოვრების გარკვეული ეტაპია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხელოვნება საერთოდ არ უკავშირდება სიმშვიდეს და პირიქით თავისთავად ხელოვნება თავის თავში მოიცავს მღელვარებას და ჩემ შემთხვევაში ახლა მუდმივ პროტესტს. არა მარტო ჩემ შემთხვევაში, ხელოვანები არიან პირველი როგორ ვთქვათ, ხედრები ამ ხმის სოციალური თუ პოლიტიკური მიმართულებით. დიახ. ამიტომ არჩევანს არ დავარქმევ რა. მე რაც თავი მახსოვს ჩემი ცნობიერი ასაკიდან, მუდმივად ვიყავი ჩართული იმ პროცესებში, რაც მე განსაზღვრავს ჩვენს აწმყოს მომავალს და ვერ ვიტყვი, რომ არჩევანი იყო ეხლა, რომ შვიდი ცხოვრება ამერჩია თუ ისე თავისთავად ხდება. თავისთავად იყო ესე იგი თავისთავად. კი, თავისთავად ყოველთვის და არჩევანი უფრო შეიძლება აი რა ვხატო, მაგალითად რა შევქმნა, მაგასთან დაკავშირებით მქონდა ეხლა არჩევანი, მაგრამ მანდაც იგივე ასპექტი მუშაობს ალბათ, რომ რეალურად რაც გაანაღვლებს, რითიც ცხოვრობ და რა ძინებილობ, მე იმას ქმნი და იმას აკეთებ იქაც რა. შენ გაქვს სულ არასწორ მენტალობასთან გამოცხადებული ესეთი ძალიან ძლიერი ომი. მესმის ასაც მეკითხები. ახლა ხელოვნებას თუ გვერდით გადავდებ და ვინც ვიცნობს და ვისთანაც ვახლობ, იციან ჩემი როგორ ვთქვათ, მე ამბოხი ხასიათი ესე ვთქვათ. დიახ, მარტივად რო ვთქვათ, გასაგებად. და ეგ ყველაფერი მე აი წეგან აღნიშნე, რომ იმაშიც ვრცელდება რა, შემოქმედებაშიც და ეს მე ამბოხი ხასიათი
ელემენტარულ საკითხებსაც მოიცავს და მით უმეტეს თუ ეხება ქართულ ცნობიერებას, ჩვენს რაღაცა ქართულ არტეფაქტს ზოგადად ან ჩვენს მენტალურ ნაწილს, რაც მე აი განსაზღვრავს ჩვენს ყოფას რა და მიდის ხშირ შემთხვევაში იმ უკიდურესობამდე, სადაც უკვე აი არ ვიცით ქართველებმა რა გავაკეთოთ და გვიჭირს და ბოლოს ეს ყველაფერი იქამდე მიდის, რომ აი აქციაზე ვიკრიბებით და რაღაცას ვაპროტესტებთ და ჯერჯერობით ვერ მივედით ჩვენ იქამდე, რომ აი გამოვიდეთ და ყოფითი პრობლემა გავაპროტესტოთ. სულ გვაქვს რაღაც ეგზისტენციალურ საკითხებზე. რა საინტერესოა, ხო? ძალიან საინტერესოა. არ დაგცალდა, არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ ჩვენ მოვითხოვოთ მაგალითად რაღაც სამუშაო განაკვეთის კორექცია მაგალითად. ან შრომითი უფლებები. ანუ მაინც ეს კულუარულად ხდება, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი მთავარი საფიქრალი არის, აი წეგანაც თქვი, ეგზისტენციალური საკითხები. ვიქნებით თუ არა, ნორმალური საზოგადოება, დემოკრატიული საზოგადოება და ამ თემებზე ვდარდობ და ვნერვიულობ ჯერჯერობით და აი ამბოხითქო წეგან რო ვახსენე რა, ძირითადად ამ საკითხებიდან გამომდინარეობს. ძირეული ყველაზე ეგზისტენციალურ საკითხებს ვეტაკები, ვეხები ის რაც ფუნდამენტურია იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ნორმალური დემოკრატიული საზოგადოება რა. რა მოგწონს ამ საზოგადოების და რა არ მოგწონს, ესე ვთქვა. ძალიან კონკრეტულ კითხვას გისვა მე. ძალიან მომწონს ინიციატივის უნარი. დიახ. ეს პირდაპირი სიმკვეთრე, პირდაპირობა, ეს ყველაფერი მომწონს, პროტესტის ინტენსიურობა და ხარისხი. დიახ. ერთადერთი რაც არ მომწონს არის ის, რომ ეს არეთანხმება. ობიექტურია ესეც, რომ ჩვენ არა გვაქვს მსგავსი ხარისხის გამოცდილება ჯერჯერობით არა გვაქვს, იმიტომ რომ ეხლა იბადება ეს საზოგადოება, მე ესე მგონი, სამოქალაქო საზოგადოება, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ყველა აღნიშნავს, ვინც კი გააცნობიერა ეხლა რა ოლენის წინაშე ვდგავართ და რა ეტაპზეა ქართველი ერი და ცოტა დაუღინებლობის ხასიათი აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ ამისი დროც მოვა და ეს ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თავარი ახლა ის რომ ჩვენ აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავდივართ. ვსწავლობთ რა არის მოქალაქე, რა არის სახელმწიფო, რას წარმოადგენს ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მის სამშობლოში და ვსწავლობთ იმას, რომ ეს ყველაფერი არ იყოს დაწერილი. არ გქონდეს მოსმენილი მარტო ილია ჭავჭავაძისგან, ვაჟა-ფშაველასგან, არამედ შენ თვითონ იგრძნო ეს რა არის მოქალაქე და შეგრძნება და ქართველად ყოფნა. და მე აღნიშნე ის, რომ ჩვენ გამოტოვებული გვაქვს ჩვენი უახლესი ისტორიის გადახედვის პროცესი. დაზუსტება ვერ მოხდა იმ ფაქტების, იმ კომუნიზმის პერიოდის დაშლის, თუნდაც როგორ მოვიდა კომუნიზმი საქართველომდე, რა ნაწილი გაანადგურა საქართველოს ამ სისტემამ და რო დაიშალა, აი სად მოვხვდით, სად აღმოჩნდით. და ეს აი რა ეტაპები გავიარეთ, არ არის კონსტრუქციულად გადახედული, რომ აი შესწავლილი იყოს და ზუსტად ვიცოდეთ ახლა ჩვენ ქართველებმა, რომ აი რა პრობლემები გავიარეთ, რა არის დღეს პრობლემა, იქინა რა დარჩა და ეს ძველი საბჭოთა მენტალობა, ის აზროვნება, აი მაგალითად წარმატების მოპოვების სურვილი, რომ ანუ ქონება არ შეიძლება გქონოდა, ამბიცია არ შეიძლება გქონოდა, მოთხოვნილებები არ შეიძლება გქონოდა იმაზე მეტი და ნუ მარტო პრივილეგირებულ ნაწილს, კულუარულ ნაწილს ჰქონდა ეს უპირატესობები, ასე ვთქვათ და ჩვეულებრივი ადამიანი, აი რიგითი ქართველი მოქალაქე, ვისაც იმ დროში უცხოვრია და იმ აზროვნებით არის გამსჭვალული, იმისთვის აბსოლუტურად უცხოა დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარი და საერთოდ არ არის ხალხი დამნაშავე მათ ეს გაიარეს და ჩვენ ვერ მოვასწარით გადახედვა იმ ყველაფრის და ახალ ეტაპზე გადასვლა, რომ გვესმოდეს, ანუ რის წინაშე ვდგავართ. თედო სად ვიმყოფებით ახლა და რამდენი მხატვრის ნამუშევარია გამოფენილი? ჯგუფური გამოფენაა და 7 ხელოვანის ვიმყოფებით შემოქმედებით საგანმანათლებლო სივრცე კორიდორში.
გამოფენას ქვია პროტესტის კვალდაკვალ. და მე ვარ წარმოდგენილი 4 ნამუშევრით. 4 ნამუშევრით, კი. პრაქტიკულად შევალთ ახლა ეზოში სადაც გაიზარდე თედო. და მე მგონი ეს იყო შენი საბავშვო ბაღი, ხო თვალწინ? დადიოდი ამ ბაღში. იცი რა 47 სკოლას ეკუთვნოდა ფილიალივით იყო აქაურობა და თამთა დადიოდა ჩემი და აქ ბაღში მე პირველ კლასში ვიყავი. თამთამაც ისწავლა აქ პირველი კლასი. ეხლა ნახე რა მდგომარეობაშია, იყო ულამაზესი. ამ მდგომარეობაში. მაგრამ ალბათ გააკეთებენ რესტავრაციას, ძალამე შენობაა. ხო, უნდა გააკეთდეს. ეს არაბული წარწერებია. რა წარწერებია, საინტერესო. სიმართლე გითხრა, არ ვიცი როგორი წარმომავლობა აქვს მაგ დეკორს და აი ჩვენი ეზო და არკა აქ შედის. სხვათა შორის აქ გვერდით იყო გიაბუღაძის სახელოსნო ჩემი პირველი შეხება ხატრობას და სერიოზულ ხატრობასთან. აი, სერიოზულად? კი და ანუ სულ შევდიოდი ხოლმე სახელოსნოში, დედას შევყავდი და ეს არის შენი ეზო ესე იგი. წამოდით აბა. თედოს ეზო. იმ ეზოში, მეორე ეზოში არის ვერისუბნის მელოდიების, აი რეცხვის სცენები გადაღებული ორსართულიანი ულამაზესი ეზოა. ეს ეზო ძალიან ლამაზი იყო თავის დროზე. ეხლა რამდენიმე კარი გაფერადებულია, ჩვენი შეღებილია, მე ჩემი მოსწავლეების ერთად და ეხლა ინვესტორს აქვს აღებული აქაურობა ძირითადად თამთას ბინაა დარჩენილი მარტო და აი გავიზარდით რა. ნახე ეს შუშაბანდები სულ საბავშვო ბაღს ეკუთვნოდა. თედო, ისე რა განცდა, ვიცი რა არის, მე რაღაც პერიოდის მერე, როდესაც უკვე ძალიან დიდი გავხდი. ისეთი ძლიერი ნოსტალგია დამეწყო ბავშვობის სახლზე. ხო. და მე ხა ყველას ვეუბნები, ჩემს მეგობრებს, ვისაც აქვს საშუალება რომ მიუხედავად იმისა რომ საცხოვრებელი შეიცვალენ, სულ ვეუბნები რომ აი ის სადაც გაიზარდეთ, დატოვეთ, არ შეეხოთ, იმიტომ რომ რაღაც მომენტში რომ ბრუნდები, რაღაც სხვანაირი ენერგია აბსოლუტურად სხვანაირად რაღაც გავსი მაქვს, მაგრამ რომ ეს მივალ მაგამდე ალბათ. თედო რა ხდებოდა შენს ბავშვობაში? მეც გავამახვილე მაგ ფაქტორზე აქცენტს. რთული ბავშვობა გავიარეთ, იმიტომ რომ დედამ მოგვიყვანა აქ ჩვენ ყველა აბსოლუტურად არაფრის გარეშე და მთელი ინვესტიცია მიდიოდა სწავლა განათლებაში, თვითონაც პროფესორია, ისტორიკოსია და მე ვყავდა გადაცემაში. კარგი განათლება ეგ არის რა. და ეზო იყო ჩვენი ბაზა. ძალიან შერეული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით და ქართველებით, სომხებით ასე შემდეგ და უცხო ენებთან შეხებაც აქ მოხდა პირველად. კარგ სკოლაში მოვხვდით სამივე შვილი და ავი გავართვით თავი და ამ ეზომ შეგვიფარა ესე ვთქვა. კი, საინტერესო გამოცდილებაა ნამდვილად და ამასაც ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე წავაწყდეს ბანალურ ვიდეო პროგრამა, სადაც უკვე შემდგარი ადამიანები თავიანთი პატარაობის ფოტოებს აკეთებენ და ეხუტებიან ამ პატარებს და გაგხოლმე იმ პატარა თედოსთან შეხვედრა შენ ხარ. კი, როგორ არა ეგ სულ ხდება. და რასეუბნები? აი რასეუბნები იმ პატარა თედოს, რომელსაც შეიძლება ძალიან ბევრი სირთულეები ჰქონდა იმ პერიოდში. თუ რამეს წერ ხატვის პარალელურად სულ ბავშვობის მოგონებებთან და იმ შენი თავის დაჭერასთან, მოხელთებასთან არის კავშირში რა. სულ ხდება ეგ. აი ჩვენი კატა. ჩემმა მოსწავლეებმა გაზარდეს. და გვეგონა გოგო უბრალოდ ბიჭი გვეგონა ჯუზეპე დავარქვით და აღმოჩნდა გოგო და მე დედაჩემმა გადაუკეთა ის სახელი ჯუზეპა იყოს. 100 შეცვალა ბოლოს. და როგორ იძახით? ჯუზეპა. ჯუზეპა. ამას ქვია ნამუშევარს ბედის წერაში დაკარგული და რა ხდება ახლა? აი თუ შევეხებით ეს გამოძრავდება, მაგრამ არ ყირავდება, დაბალანსებულია. ჰაერშია რეალურად, ნახე? ხო. ეს მიგნება ძალიან საუკუნეებს ითვლის, ანუ ახალი აქ ფიზიკური მოვლენა არაფერი არ არის, მაგრამ ნამუშევარში მე გამოვიყენე ესე ვთქვათ და რა ხდება ახლა? 3
ისტორიული მონაპოვარი, რაზეც ქართველებს პრეტენზია გვაქვს, ეს არის ოქრო, წარმოება როგორც ესეთი, ღვინო და რკინა. და ეს სამი კომპონენტი იქნება უბრალოდ ფურცელზე დაწერილი რაღაცა ისტორიული მონაკვეთი თუ და ვერ იქნება ცოცხალი თუ ამ ყველაფერს არ ინახავს ჯანსაღი საზოგადოება და ესეთი ალეგორიული ის არის ჰაერში შეკიდული ეს ჩვენი თავარი ყველაზე საამაყო ტრადიციული ფაქტორები რომლებიც ვერ ბალანსირდება იმის გამო რომ საზოგადოება არ არის მზად აი ამაზე ეს ყველაფერი და პრეტენზია ხო გვაქვს ტრადიციულობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ თუ თანხმედრა არ მოხდა საზოგადოებასთან ამ ყველაფრის, ეს ყველაფერი დროში ვერ შეინახება და გადაუვლიან ამ ყველაფერს და შეიჭმება რა, გაქრება. ნებისმიერი ტრადიცია, ნებისმიერი საამაყო ტრადიცია, შესანახი ტრადიცია ვეღარ გააგრძელებს ადეკვატურად დროში არსებობას, თუ საზოგადოება არ არის ადეკვატური და თუ საზოგადოება არ არის ზრდასრული. და თუ მეწილად არის ინფანტილური, ირაციონალური. ეს არის წითელ ხავერდზე თითბერში ამოჭრილი საბჭოთა კავშირის ლოგო და ჩასმული ეს ყველაფერი შემდეგ ჟანგიან რკინის შარჩოში და ესეც ერთგვარი გამოძახილია რომ ჩვენ ეს ყველაფერი არ დაგვისრულებია რა არ გადაგვიხედავს ამ ისტორიისთვის არ არის ის არქივები გახსნილი რომ ვიცოდეთ რეალურად რა ხდებოდა იმ დროს ვინ უღალატა საქართველოს ვინ თავი დადო საქართველოსთვის და ეს ჰაერშია შეკიდული ჩვენი უახლესი ისტორია რა გადავხარშავი გაუაზრებელი ხო არ ვიცით ანუ გასახსნელია ეს ყველაფერი ჯერაც არ არის ის დოკუმენტები ამოღებული და გადახედილი სამართლებრივად რომლის გარეშეც ანუ ჩვენ რეალურად გამოტოვებული გვაქვს ეს ისტორიული დიდი ისტორიული ნაწილი რაზეც ვეფუძნებით ახლა და სად ვარ და არ ვიცით და იმიტომ რაღაცები ირევა აი ღირებულებებზე რო საუბრობთ ან საქართველოს მიმართულებაზე საქართველოს გადარჩენის შანსებზე რო საუბრობთ და გზებზე ამ ყველაფერს კაფეოდ იმიტომ ვერ ხედავთ რომ ჩვენი უახლესი ისტორია არ გვაქვს ბოლომდე განხილული და გააზრებული როგორი იყო და რა იყო იქ სიმართლე ევროპაში ერთ-ერთი ასე ვთქვათ ერთ-ერთი მენტალური ცვლილება დაიწყო სწორედ სექსუალური რევოლუციის დროს მოვახერხეთ ჩვენ ეს თემა გავიარეთ ეს რევოლუცია გავთავისუფლდით ჩვენ სტერეოტიპებისგან რას ფიქრობთ მე ვფიქრობ იცი რას ჩვენ მზაობას ქართველებს ყოველთვის გვაქვს კარგისთვის და პროგრესისთვის რა აი ნახე როგორც კი კარგისკენ მოწოდება მიდის ძალაუფლების მქონე ადამიანებისკენ აი კარგისკენ როგორ პროგრესისკენ რომ ჩვენ რო ვფიქრობთ კაცო ასე კი არ არის სწორი თურმე ასეც ხდება სამყაროში და მარტო ჩვენ რო ვფიქრობთ ქართველები და მართლა დედამიწის ცენტრი და ბირთვი რომ საქართველოს გვეგონა 30 წლის წინ ეგრე არ არის რა თურმე რა იქ შოტლანდიელებსაც აქვთ ღირსება თურმე ინგლისელებსაც აქვთ იაპონელებსაც აქვთ ანუ ამ ყველაფერზე როცა ხელისუფალი ლაპარაკობს ეს არის გადამდები ეს არის ავტორიტეტი მუშაობს სხვანაირად და ახლა ვდგავართ იმის წინაშე რომ ანუ ეს რატო და მოვაყოლე ხა მაგალითად როცა უნდა და ხელისუფალს ეს და მიეწოდებინა საზოგადოება ახერხებდნენ ქართველებს არ აქვს პრეტენზია კაცო უცებ ხა საყურიანი ტურისტი რო ვერ წარმოედგინა მესტიაში ვერავის 30 წლის წინ 20 წლის წინ გაიარა იმან და ანუ 10 წლის წინ უკვე გაიარა და 11 წლის წინ თუ 9 წლის წინ უკვე არავინ არ შეეხო პრეტენზია არავის არ გაუშვდა თურმე გვაქვს მაგისი ჰუმანიზმი და მიმღებლობა ქართველებს რომ რა თქმა უნდა გვაქვს აი სხვისმა არჩევანმა არ გაგვაღიზიანო აი რო გაუჭირდათ რა მოხდა აქცენტი დასვეს ზუსტად იმ ნაწილზე ვინც მზად არის აფეთქდეს ასეთ თემებზე უკვე რა სექსუალურ თავისუფლებაზე სხვის არჩევანზე ნებისმიერი ეს იქნება სექსუალური ორიენტაცია თუ რელიგიური თუ რაღაცა ეთნიკური ნებისმიერ ასპექტში ასეთებიც ვართ რომ შეგვიძლია აუფეთქდეთ თურმე რა გამოიყენო ანუ მიეცათ ამათ საშუალება რომ დაჭირდათ გამოიყენონ რა ეს საზოგადოება და აქცენტი ამ ხალხზე ახლა დასმული ხო რანაირად არის პროგრესულ ნაწილზე ახლა აქცენტი დასმული საქართველოში არანაირად
არსებობს იმის რისკი, რომ ჩვენ კვლავ იქცეთ ჩაკეტილ საზოგადოებად. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არსებობს. მით უმეტეს, როცა შენ აცნობიერებს ამ რისკს საზოგადოებად. ვერა სამწუხაროდ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს რისკი ყოველთვის არსებობს, როცა გარკვეულ პერიოდს არ გაივლის საზოგადოება, ანუ მასში არ გაჯდება ის წითელი ზღვრები, რის მე თუ გითხარ, რომ გადავლახოთ მეთქი ეს ხო? უკან დაბრუნებას ნიშნავს და არ გადაგვილახავს, იმიტომ რომ ჩვენ წერანაც აღნიშნე, რომ ახლა ვყალიბდებით, ახლა დგავართ ამ ეტაპზე და რანაირად, ესე იგი რისკი ყოველთვის იარსებებს ჯერჯერობით. სანამ რაღაცებს არ გავივლით ზუსტად და ვიტყვით, რომ აი ეს ადამიანის უფლება შეულახავია, არ შეიძლება, უკან გადასვლა არ შეიძლება რა. ახლა ქართული ოცნების ამომრჩეველს ბევრისთვის რომ მისაღებია იმის გამო რომ ნაცმოძრაობამ არ ჩაიგდოს უკან ხელში ძალაუფლება, ნუ ესეც პროპაგანდის ნაწილია რა თქმა უნდა. მე მჯერა რომ ვერანაირად მსგავსი რამე ვეღარ მოხდება უკან მობრუნების თვალსაზრისით. მაგრამ ნუ ამ პროპაგანდამ ხო იმუშავა, ამ ხალხს გონია რომ აი ოღონდაც ისინი არა და ნუ რა ვქნათ, სუდია, მაგრამ ნუ ეხა 5 წელი რომ მიუსაჯეს ინტელექტუალ ნორმალურ ახალგაზრდას იმის გამო რომ თუნდაც ბოთლი ისროლა, ან არ უსვრია, რა ვიცი. იქ ისეთი ხალხია დაჭერილი, ეგენი ჩემთვის არანაირად ძალადობასთან არ ასოცირდებიან რა და აი ეს როგორ უნდა გახდეს დასაშვები? რაღაც პერიოდში არ ფიქრობ, რომ პროტესტი არის გადაჭარბებული თუნდაც იგივე სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ? სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთარი ინსტიტუცია. ეს ანუ იგივენაირად ნიშნავს მოქალაქის დაცვასაც, იმიტომ რომ ინსტიტუცია მოქალაქეს ემსახურება პირველ რიგში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს გადაცდომები მიზეზები ხო არსებობს და მიზეზებს აქვს გარკვეული ადეკვატური შინაარსი. პასუხისმგებლობა საზოგადოებას, რომელიც ჩვენ გააბრაზე და გაამწარე, იმას კი არ ეკისრება სახელმწიფო ზუსტად. ამიტომ მაგას ვამბობ, რომ ინსტიტუცია თუ ზარალდება რაიმეთი, მიუღებელია აბსოლუტურად ჩემთვის, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება იმას, ვისაც ძალაუფლება აქვს ხელში და ვინც ეს გამოიწვია. აბა კონსტიტუცია ბევრს კონსტიტუციაში რა წერია, ეგ არ ესმის, მაგრამ ხდება ეხა იმას, იქ არ გვახსოვს ხო ზუსტად რა წერია ზოგჯერ, მაგრამ ზოგჯერ იმ პროტესტის დროს გებულობ თურმე რა დაირღვა მაგალითად რა, ჩვეულებრივი მოქალაქეები, არა იურისტები. მაგრამ რაც იქ წერია და რისთვისაც საქართველოს ჩვენ როგორც იდენტურად ქართველებმა ვიბრძოლეთ უახლეს ისტორიაში, მაგის გადაწერა და მაგის შეურაცხყოფა რო თვითონ სახელმწიფოსგან ხდება, ანუ შენ ვის უნდა მოთხოვო პასუხი? ახალგაზრდას ქუჩაში, ვინც გავარაზდა მერე, ან თუნდაც ასაკოვან ადამიანს? პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფალს ყოველთვის რა. ჩემი აზრი ეს არის. გადაცდომები ყველა მხრიდან ხდება, მაგრამ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, ეს არის მთავარი. მიუხედავად იმისა, დღეს დეფინიცია ემიგრაცია ძალიან მებანალურება და ქვეყნიდან წასვლის რაღაც იმდენად გახსნილი, ნუ ჯერჯერობით გახსნილია საზღვრები რომ რაღაც, მაგრამ გეგმავ ისე გააგრძელო ცხოვრება და მოღვაწეობა და შრომა შენს ქვეყანაში. მე საერთოდ არ მაწუხებს ზვიად ეგ ამბავი, იმიტომ რომ ყოველთვის მოძრავ საზღვარგარეთ საქმეზე, ყოველთვის შემილია დავრჩე გარკვეული პერიოდით იქ, მაგრამ აქაურობას მე არასდროს არ მოვწყვეტილი ვარ. ჩემი სწავლის პერიოდშიც მაგალითად, როცა ნიუ-იორკში ვიყავი, ჩემი ყოველი ან დღის მეორე ნახევარი მენტალურად თუ გულით და გრძნობით დაკავშირებული იყო აქაურობასთან. რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ, ჩემთვის ამიტომ პრობლემას სხვაგან ყოფნა არ წარმოადგენს. თავარია შენ ჩართული იყო ყოველთვის რა. და ისიც გამოსტილი მაქვს, იქ როცა ხარ, რა დონეზე ძნელია, რომ ჩართული იყო აქაურ მოვლენებში. ეს არის ურთულესი, როცა ადგილზე ხარ, თითქოს ანუ მომსწრე ხარ ამ ყველაფრის და ხელში გიჭირავს რაღაცის სადავე ის შენი წილი მოქალაქის და როცა იქ ხარ ვერკეტის გარეშე, უბრალოდ დამკვირვებელი ხარ და ეს ძალიან რთულია რა და ნერვიულობ, აი არანორმალურად. თეთრ რას გეგმავ სამომავლოდ, ამ ეტაპზე რაიმეს ხო არ გეგმავ? ახლა მიმდინარეობს ერთი გამოფენა, სადაც მთელი გულით ჩავერთე და ვიმუშავე მართლა. ისე ყურადღებით ვიმუშავე. მანამდე მქონდა ის სადებიუტო ამერიკის მერე აქ ჩვენთან სხვილი გამოფენა ისეთი, რომელმაც ვთვლი რომ თავისი სიტყვა თქვა. სამომავლოდ აი რა მინდა იცი, მინდა განტვირთვა შემოქმედებაში სხვა კონცეფციებზე მუშაობა და უფრო მსუბუქ პერსონალურ მოტივებზე
ხატვა ასე თქვა და თუ გამომივიდა ჯერჯერობით, ან რაღაცები უნდა დავადგეს, რა სხვანაირად რთულია. ისე მუდმივად დაკავებული ვარ ყოველთვის. თუ არ ვხატავ იმ პერიოდში რაღაცა ტექნიკურ საქმიანობას ვეწევი. გათვლილი გვაქვს ახლა გამოფენები საზღვარგარეთ პირველ ეტაპზე და მე ვნახოთ რა. ფიქრობთ მილანში, ლონდონში გამოფენებს და შევხედოთ. წარმატებებს გისურვებ და მე აუცილებლად გადაცემის ბოლოს გვირდები, რომ ჩვენი საუბრის ბოლოს და აუცილებლად გავუშვებ ჩვენს თავის დროზე გაკეთებულ ვიდეოს პროექტს, რომელიც სადაც სოფლიოს წამყვანი ქვეყნების არტისტები შენთან ერთად შენს მიერ გაკეთებული პროექტი თანაკურსელები აპროტესტებენ რუსული ოკუპაციის გავლენებს და ამას ეხმაურებიან ნამუშევრებით და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ ამ პროექტში ჩამხდეთ თავის დროზე. მადლობა პირიქით შენ და მადლობა მინდა იმ ხალხს უთხრა, ვინც იცი რა არის, მაშინ კიდევ უფრო ახალგაზრდა ვიყავი და ცოტა რთულია ეხლა დღეს რო გადავხედავ მსგავსი ტიპის პროექტს, ჩემ თავთან კითხვა მიჩნდება, რაიმე ხომ არ იყო იქ მოგონილი. ანუ ცოტა პოპულისტური. იმიტომ რომ გაცვდა რა ბევრი რამე. აი ჩვენთან როცა სამშობლოზე იწყებ ლაპარაკს, საქართველოზე იწყებ დაკარგულ ტერიტორიებზე. იმ რეალობამდე მივედით რომ გაცვით ეს იდეები. აი ადამიანი უკვე მართალ სიძახის უტყუილს ვეღარ გაიგებ, გამიგე და ამ გადმოსახედიდან რო უყურებ ამ ვიდეოს იყო თუ არა ეს ბოლომდე ნამდვილი და მე ზუსტად ვიცი რომ ეს იყო გულიდან გაკეთებული ნამდვილი. სწორად აღნიშნე, მე ვფიქრობ რომ ჯანმრთელ საზოგადოებაში არტისტს ხელოვან ადამიანს აუცილებლად უნდა ქონდეს რეფლექსია, ჩემი სტუმარი იყო თედო რეხვიაშვილი. თედო, მადლობა ძალიან დიდი და მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე, რომელიც აუცილებლად იქნება ეჭვიაში. პირიქით, მადლობა. ბედნიერად. მე ვარ მარიანო სინადი. ვარ არგენტინიდან. მე ვდგავარ იმ ქვეყნის გვერდით, რომელსაც აქვს საინტერესო კულტურა, უძველესი ისტორია და დიდი მომავალი. მე ვარ შელი ალპორტი, შეერთებული შტატებიდან. მიმაჩნია, რომ თავდასხმა ქართველებზე ნიშნავს თავდასხმას მსოფლიოს ყველა მოქალაქეზე და არ შეიძლება ეს წინააღმდეგობის გარეშე დარჩეს. მე ვარ ივანა შტულიჩი, ვარ ხორვატიიდან. მიმაჩნია, რომ საქართველო ღირსეული და თავისუფალი ხალხის სამშობლოა. როცა ვაცნობდი ამ ადამიანებს ჩვენს პროექტს, ჩემდა გასაოცრად ძალიან დიდი თანადგომა და სითბო მივიღე მათგან და ეს კიდევ უფრო მეტი სტიმული აღმოჩნდა, რომ დიდი შემართებით გვემუშავა პროექტზე და როცა ვიძიებდი წერილობით და ვიდეო მასალებს, რათა გამეგზავნა მხატვრობისთვის, კიდევ ერთხელ გავიაზრე თუ რა საოცარი მონაცემების ქვეყანა გვაქვს და თუ რამხელა შრომა გვაქვს ჩასატარებელი იმისთვის, რომ ქართველი ხალხი ვიქცეთ ჯანსაღ საზოგადოებად, რომელიც ზნეობის, მოქალაქეობრივი შეგრძნებისა და პროფესიონალიზმის გზით მოახერხებს ჩვენი ქვეყნის ფეხზე წამოყენებას. გამარჯობა, მე ვარ ლუხან პერესი, ვარ ესპანეთიდან და მე მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მე ვარ მაქსველ რო, ვარ შეერთებული შტატებიდან. გავერთიანდეთ სიკეთისა და მშვიდობისთვის. My name is Rosetta Shaka and I'm originally from Italy. მე ვარ როზეტა შიანკა, იტალიიდან. როგორც არტისტები, ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას ქართველ ხალხს და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კულტურულ მემკვიდრეობას. იტალიურად ჩვენ ვამბობთ Viva Georgia და მინდა ეს ვუთხრა ქართველებს. Galmajos Sakartvelos. მე ვარ ანა პარკი, ვარ სამხრეთ კორეიდან. საქართველოს ოკუპაცია ჩემი, როგორც მსოფლიო მოქალაქის პრობლემაცაა. მე ვარ ჯენიფერ დელაილა ტრამელი. მე ვარ ამერიკის მოქალაქე და მე ვდგავარ თავისუფალი ქართველი ხალხის გვერდით. მე ვარ MJ ტორეკამპო, მე ვარ ფილიპინებიდან. თუ გავჩნდებით, ხელს შევუწყობთ ოკუპაციას. მე არასოდეს შევწყვეტ ჩვენი მიწების დაბრუნებისთვის ბრძოლას და მე მჯერა რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. და მე ვამბობ რომ რუსეთი ოკუპანტია.